გამარჯობა მეგობრებო, ერთი ძალიან სახიფათო წამალი, ძალიან პოპულარული გახდა საქართველოშიც და ექიმის კონსულტაციის გარეშე და აფთიაქის გარეშეც ეს წამალი იყიდება. ეს წამალია მეგობრებო, ოზემპიკი არის მეგობრებო, ეგეთი წამალი, რომელიც დიაბეტის პაციენტების ენიშნება ექიმის მიერ. მაგრამ მინახია სოციალური ქსელებში იყიდება წამალი, რომელიც შეიძლება არასრულწლოვანიც კიდულობენ, რისთვის კიდულობენ წონის დასაკლებად. ადამიანმა ეს არის, რომ ეს არის ჰორმონის რეცეპტორი. GLP-1 ჰორმონი, რომელიც ჩვენი ნაწლავში კეთდება, მეგობრებო, მაგისი რეცეპტორია ეს. ოზემპიკი ისეთი წამალია, მეგობრებო, გაკეთების მერე ადამიანს არაშია. პლუს დიდი ხანი გრძნობს, რომ სებსებული მაქვს კუჭი. და დიდი ხანი ადამიანი საჭმელი რო არ აჭამს, ანუ არ მოგშივდება. ეს ეგეთი წამალია, საჭმელი ჭამა არ მოგინდება და სერიოზულად წონაში იღლება ადამიანი. და გვერდის მოვლენების ეფექტი რა არის, მეგობრებო? ადამიანი ჩონჩქივით შეიძლება გახდე, მე მინახე ბევრი ადამიანი, ეს უფრო სახიობებები, ქალები და კაცები, რომელიც გასუქება არ უნდა და აკეთებენ ამ წამალს და მე არის საშინელი კუნთის დაკარგვა. კუნთი არ არსებობს, კუნთი დაიკარგება. სერიოზული ეფექტი შეიძლება იყოს კიდე თირკმელის პრობლემები, გულის რევის სერჯგნები, კიდე პენკრიის სხვადასხვა პრობლემები შეიძლება იყოს. და ყველაზე სერიოზული პრობლემა რა არის ამ წამლის, მეგობრებო? ეს უკვე კვლევა არის ჩატარებული ცხოველებზე, რომ შეიძლება ვისაც აქვს ჩიქვის პრობლემა, ეგეთი ადამიანს გამოვიდე, ეგეთი პრობლემა, ანუ ჩიქვის კიბო შეიძლება გამოსდე. ჩიქვისზე ძალიან ცუდად მოქმედებს ოზემპიკი. ოზემპიკის შემთხვევაში არის შემთხვევები, როცა ადამიანი გახდა ჰაიპოგლიკემიის პაციენტი. ანუ ქონდა შაქარის მაგალი შაქარის პრობლემა, მაგრამ ოზემპიკმა იმ დონეზე შაქარი შემოიყვანა დაბლა, რომ უკვე აჩუქებს ეხლა ჰაიპოგლიკემია, რომ შაქარი ნორმაზე ქვევით წავიდა. ეს უფრო სასიშია, ვიდრე სისხლში შაქარის მეტობა. იგივეა, შაქარში 5 გრამი, ჩვენი სისხლში 5 გრამი შაქარი ტრიალებს. ამაზე მეტის ტოქსიკურია, ნაკლებიც ტოქსიკურია. იმიტომ ეგეთი წამლები, მეგობრებო, წონის დაკლებისთვის, რომ ლამაზად რო გამოიყურებოდი და ყოველთვის ოჯახში ცუთხარი. შეიძლება სუქანი არის ვიღაცა ადამიანი, არასრულწლოვანი, გინდა 20 წლის ბიჭია ან გოგოა, სადმე ინტერნეტში ნახო, ოზემპიკი გააკეთე, ერთ კვირაში დაიწყებს წონის სერიოზული დაკლება და მერე მომავალში არის ძალიან სერიოზული პრობლემა. კიდე რა პრობლემაა? ეს წამალი არსებობს თვეური დოზებით. 500 თუ 600 დოლარამდე გირს, 1500 ლარი მინახია ერთი თვე. ეს ფული უნდა, რომ ეს კურსი კიდე მერე თელი წელი რო გააკეთო. როცა დაანებებს ამ წამალს, ისევე ესე წონა დაიკრიფება და სხვა სერიოზული პრობლემები და კიდე კვლევა ესეთია ჩატარებული, მეგობრებო, ადამიანს შეიძლება თავის კვლევის, ანუ suicide რო ეძახიან ინგლისურად, თავის მოგლის აზრიც მოდის ოზემპიკის გაკეთების მერე. იმიტომ არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელიც ზუსტად იგივე მუშაობს, როგორც ოზემპიკი. ოზემპიკი იგივე ან არ მოგშივდება, სისხლში არ წავა გლუკოზის დონე. რამდენჯერ ჩემი ვიდეოებით შესახეთქო გეუბნები, მეგობრებო. თუ თქვენ დაიწყეთ თქვენი კვების, ანუ საწმელი ჭამის წინ 100 გრამი, 150, 200 გრამამდე სოცხალი ბოსტნეული გინდა, მოხარშული გინდა დაორთქლებული, რომ ჭამო, იგივე ოზემპიკია ჩათვალე. სიცხლში არ წავა ზევით შაქარის დონე. არ მოგშივდება მალე. წონაში ჯოგი ადამიანმა 20-30 კილოთაც დაიკლოთ. ეს მესიჯები მაქვს მე. ადამიანმა დაიკლოთ. ოზემპიკი არ ჭირდება.
კიდე ბუნებრივი ოზამპიკია მეგობრებო, კოჭახური. შეგიძლია კოჭახურის წვენი დალიო 100 მგ, 150 მგ საწმელის წინ. იგივე ოზამპიკია ეს. GLP-1 რეცეპტორი არის ჩვენი ნაწლავში კეთდება, ეს ჰორმონია. კიდე მეგობრებო, პრობიოტიკები, რომელიც ჩვენი ნაწლავის საწმელია. კომპოსტო, დამჟავებული კომპოსტო, კიტრი, იოგურტი, მაჭონი. ეგეთი რამე არის, რომ აქ ჩვენი ჰორმონები რო კეთდება, ჩვენი ნაწლავებში კეთდება ბევრი ჰორმონები. ხოდა იქ ნაწლავში რომელიც არსებობს ჩვენი ჯარი, ნაწლავის ჯარი, კარგი ბაქტერიები, იმას უნდა აჭამო. მაგის საწმელია ეს პრობიოტიკები და მაგათ არ უყვარს მაგალი შაქრიანი პროდუქტები, პლუს მაგალი ნახშირისწყლების პროდუქტები. სიამცირე ნახშირისწყლები და შაქარი გაზარდე მაგას რასაც მოსწონს, როგორც მაჭონი, კიტრი, პამიდორი, ბოსტნეული, ოზამპიკის ნაირი წამალი არადროს არ დაგჭირდება და დიაბეტის, სიმსუქნის კურნალობა მარტო ყვებით შეიძლება. კიდე ნაწლავის ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქტი არის, საჭირო თუ იშოვით, ფსაილუმი. ფსაილუმის მარცვლები ჩვენი კარგი ბაქტერიებისთვის ყვება, იმიტომ ბოჭკო შედის. პლუს კურკუმინია მეგობრებო, კურკუმა, რომელიც ბევრჯერ გეუბნები, თუ გაინტერესებს კარგი კურკუმა, კაი ხარისხის კურკუმა, ყოველთვის ვიკენებ და გეუბნები ეს კარგი ხარისხის ორგანული კურკუმა, ლაკადონგის კურკუმა, თუ გინდა კოკომისტის კურკუმა, შეგიძლია შეეძინოთ და მაგათი გვერდებზე დაწეროთ თქვენი კითხვები. ხოდა მეგობრებო, თუ არ გინდა ეს გვერდით მოვლენის ეფექტი, სიმსუქნის შემცირება გინდა, წონის დაკლება გინდა, დიაბეტის ტიპი 2-ის მკურნალობა თუ გინდა, ოზამპიკი არ გირჩევს, ოზამპიკი გამოსავალი არ არის, მთელი ცხოვრება თქვენ მაგას ვერ გამოიყენებთ და როცა დაანებებს, ანუ ჩონჩქივით დარჩებით, კუნთი ვაფშე დაიკარგება, ნორმალური კვებაზე როცა მოხვალ, ისევ ესე გასუქდები და სხვადასხვა პრობლემები დაიმატება. ბუნებრივი ოზამპიკი, კოჭახური, კურკუმინი, კიდე არის ჯინსინგი, ფსაილუმი, კიდე არის დარიჩინი, ვაშლის ძმარი და საწმელის წინ ყოველთვის ბოსტნეული. ოზამპიკი არადროს არ დაგჭირდება. კარგად და ჯანმრთელად. ოღონ არქის გამოწერა არ დაგავიწყდე.